თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება. მმართველი გუნდი და ოპოზიციური პარტიების ნაწილი საარჩევნო მარათონში აქტიურად არიან ჩართული. გამონაკლისია რამდენიმე პარტია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში რჩება. 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აპირებს შეკრებას ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ამბობს, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს. პარტია აქციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას ატარებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი ამჯერად მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოსახლეობას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისგან მოუწოდეს. მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის სახელით ცდილობენ მოიპოვონ მხარდაჭერა, ხალხს გააფერადებინონ 5 ნომერი და ამისთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ყველას ცოდნოდა, რომ ნაციონალური მოძრაობა სინამდვილეში ამ ფარში და სპეცოპერაციაში არ შედის, მონაწილეობას არ იღებს. და ასევე საზოგადოებას ჩვენ აქვე მოუწოდეთ, რომ სპეცოპერაციის ნაცვლად და იმ ეგრეთ წოდებული საარჩევნო უბნების ნაცვლად ყველა მოვიდეს რუსთაველის გამზირზე. არც ერთი მუნიციპალიტეტი, არც ერთი სოფელი არ ავკონცენტრირდეთ იმაზე, რომ ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში, არამედ ყველა ერთად 4 ოქტომბერს უნდა ვიდგეთ ქვეყნის მთავარ მოედანზე პარლამენტის წინ. ჩვენ თემს ასე ვთქვათ მოვახსენოთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებში, ამ ფარში, ამ სპეცოპერაციაში არ იღებს მონაწილეობას და არ მოიტყვონ თავი და არ მივიდნენ არჩევნებში და მივიდნენ მაგის ნაცვლად ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული რუსთაველის პროსპექტზე.